საღამომშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ გვენეტაძე. საღამომშვიდობის ბატონო ედიშერ, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. დონალდ ტრამპის გამოსვლა კონგრესში ჩვენ ვიხილეთ კადრები, როგორ დახვდა მას კონგრესი ტაშით. ასევე იქ იმყოფებოდა ოპოზიცია, დემოკრატები, ერთ-ერთ მათგანს უკრაინის დროშაც ეჭირა და ამ გამოსვლის დროს ტრამპმა პირველი რაც აღნიშნა იყო ის, რომ ამერიკა დაბრუნდა, ანუ ის გულისხმობდა დიადი ამერიკა. გარდა ამისა, იქ მთელი საათნახევრის განმავლობაში კიდევ უფრო მეთხანს გაგრძელდა ეს გამოსვლა. მას ჰქონდა მთელი ეს თეზისები, საკითხები, რასაც შეეხო. იქ ასევე იყვნენ წარმოდგენილნი ის ადამიანები, რომლებსაც უშუალოდ ეხებოდა მისი გზავნილები, იქ ილონ მასკი, ასევე იქ ახალგაზრდა მაწვილი, რომელმაც იქ West Point-ის აკადემიაში ჩააბარა, სწავლას განაგრძობს როგორც სამხედრო მოსამსახურე. ასევე იყო ონკოლოგიით დაავადებული ბავშვი, ეს არის დეტალები, რაც თავად ამ კონგრესში გამოსვლას თან ახლდა. მაგრამ ის გზავნილები, რაზეც ტრამპი საუბრობდა, ეს არის საბაჟო გადასახადების დაწესება მთელი რიგი ქვეყნებისთვის და ის აღნიშნავდა, რომ ეს ქვეყნები იყენებდნენ სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ თავის სასარგებლოდ მთელ რიგ ბერკეტებს ეკონომიკურ თქო სავაჭრო საკითხებში. ასევე იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს გახარჯული მილიარდობით თანხები სისულელეებში, პირდაპირ ასე თქვა, მაგალითებიც მოიყვანა, რომ ვირთხებისგან უნდა ტრანსგენდერების გამოყვანა და ასე შემდეგ. შეეხო ასევე უკრაინის საკითხს უბრალოდ გაკვირით და მიუთითა იმაზე, რომ ზელენსკიმ უკვე გამოუგზავნა წერილი, სადაც ის უკვე თანახმა ტრამპის ულტიმატუმზე, ასე შეიძლება შეფასდეს. და მთელი ეს საკითხები, რაც თქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში უფრო მეტად აქტიურად ექნება წარმოდგენილი როგორც საგარეო, ასევე საშინაო ასპარეზზე. ბატონო ედიშერ, თქვენ როგორ შეაფასებდით თავად ტრამპის გამოსვლას? ხლა იქ ერთია რიტორიკა და საქმე მეორე. კრიტიკაც იყო სხვათა შორის მისი ამ გამოსვლის შემდეგ, მთელი რიგი ანალიტიკოსები, კრიტიკის ნოტებიც იყო, საინფორმაციო სააგენტოებზე იყო წარმოდგენილი ეს ინფორმაციები. თქვენ როგორ აფასებთ? მან ასევე მიანიშნა ის, რომ იმ მოკლე დროში, რაც ის გახდა პრეზიდენტი, ბევრად უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე ოდესმე რომელიმე სხვა პრეზიდენტმა მთელი საპრეზიდენტო ციკლების განმავლობაში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბატონო დავით, მივესალმები მაყურებელს და სამსახად მინდა აღნიშნო, რომ ეს იყო როგორ გითხრათ, იცით, ეს არის საეტაპო გამოსვლა, ვინაიდან ტრამპს და მის გუნდს შვენივრად ესმის, რომ ახლა უკან დახევა სიკვდილის თოლფასია. არც ერთ შემთხვევისათვის ეს არ შეიძლება. მე ტრამპის დღევანდელ გამოსვლას შევადარებდი იულიუს კეისრის ცნობილ სიტყვას, როდესაც ის მიადგა იტალიის საზღვრებს, რომის საზღვრებს, მაშინდელი რომის საზღვრებს და უნდა გაელაშქრა პომპეუსის წინააღმდეგ, მან იქ არის პატარა მდინარე საზღვარზე რუბიკონი გადალახჭილი ნაყარია, რუბიკონი გადალახულია. Სუსტად ანალოგიური სიტუაცია დღევანდელ დღეს, ვინაიდან ის ძალები, რომლებიც მომზადებული არიან იმისათვის, რომ იდიონ შური და მეც არაფერს არ წარმოადგენს ეს გაცხადებული მათი გამონათქვამი, როდესაც ისინი ერთ წელს აძლევენ ზელენსკის იმისათვის, რომ კიდე იომოს. ის იმედი აქვთ. ძალიან მშვენივრად იციან, რომ ევროპა არის დღეს ცვედანი. ევროპა არის დასაჭურისებული და ევროპის დასაჭურისება უპირველეს ყოვლისა მოხდა იმის გამო, რაც მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამის ნათელი დადასტურება იყო ის, რაც დაემართა ევროპას აგერ 2-3 დღის უკან, როდესაც შეიკრიბნენ ლონდონში სტარმერთან და როგორც კომუნისტების დროს იტყოდნენ, შეიკრიბნენ, დაადგინეს, კლება დარჩა მხიარული. ვინ რა გამოიტანა იქედან აზრი, რაც მათ გააკეთეს. უფრო მეტიც მინდა ბატონო დავით გითხრათ, რომ ჩასვლილი
ზელენსკი, რომელსაც სუნი უდის შიშისაგან, იქვედან დაბრუნებული წერილს უგზავნის ისევ ტრამპს და თხოვს, რომ რამენაირად მიშველეთ დაგვეხმარეთ და ასე შემდეგ. საქმე რაში მდგომარეობს? საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ ამ ადამიანებს, ვინც ლონდონში შეიკრიბა, ამ ადამიანებს უპირველეს ყოვლისა ბატონ დავით იმედი გაქვთ ერთადერთი და ფიქრობენ რას თავის გადარჩენას. ანუ ეს ერთი წელი რატო თქვეს მათ თქვეს ამ ტრამპს მოკლავენ. ამ და მეორე ამბავი არის რომ ამ ტრამპს რაღაცა იმპიჩმენტის მაგვარს მოუწყობენ და ერთი სიტყვით ტრამპი მოცილდება და მისი გუნდი ხელისუფლებას. აი ეს არის მარტი იმედი, მეტი მათ იმედი არაფერი არ აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი საკითხი რაში მდგომარეობს? მთავარი საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ ტრამპის გუნდს მშვენივრად აქვს გაანალიზებული თუ რა ელოდებოდა მათ. და ამიტომ იმ შეცდომებს არ უშვებს, რა შეცდომებიც მან წინა პრეზიდენტობის დროს დაუშვა. წინა პრეზიდენტობის დროს უპირველეს ყოვლისა მან დაუშვა ის შეცდომა, რომ ის მაშინვე არ გადავიდა შეტევაზე. ცნობილ თეორეტიკოსებს აქვს გამონათქვამი. ყველაზე საუკეთესო თავდაცვა შეტევა არის. გნებავთ სპორტში, გნებავთ იმაში ჩემო ბატონო რევოლუციაში და ასე შემდეგ რევოლუცია ფაქტობრივად რომელიც მიმდინარეობს ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში და აქ უკან დახევა ყოვლად შეუძლებელია. აქვე სარგებლობს შემთხვევით და აუცილებლად უნდა ვთქვი ერთი მეტად მნიშვნელოვანი რამ დღევანდელ დღეს არის გარდა 72 წელი მას შემდეგ რაც გარდაიცვალა მსოფლიო ისტორიის მანძილზე ყველაზე მეტი დიდი პიროვნება რომლის სახელი და გვარი იყო იოსებ სტალინი. აკედიახ 72 კაცი რომელიც გარდაიცვალა 72 წლის წინ მისი დღევანდელ დღესაც 72 წლის წინ გარდაცვლილი კაცის დღევანდელ დღესაც ეშინია გაუმაძღარ კაპიტალისტებს დღევანდელ დღესაც ეშინია ლიბერალებს ფაშისტებს ყოველგვარი ჯურის ნაძირალებს რომლებიც უპირველეს ყოვლისა ცდილობენ ხალხის ზურგზე მოჯდომას და იქედან მათზე სისხლის მოწოვას. მე რატომ ვლაპარაკობ ახლა ამას? იმიტომ ვლაპარაკობ რომ როდესაც სტალინი გარდაიცვალა ენტონი იდენი იყო ასეთი პიროვნება რომელიც რამოდენიმე წლის მანამდე იყო საგარეო საქმეთა მინისტრი ინგლისის ჩერჩილის პრემიერ-მინისტრობის დროს და შემდეგ თუ არ ვცდები 15-დან 57 წლებში იყო ინგლისის პრემიერ-მინისტრი და მას აქვს ასეთი სიტყვები ნათქვამი გარდაიცვალა სტალინი პოლიტიკამ ისა დაკარგა ინტერესი და უფრო მეტიც იქ ვერ ლაპარაკობს და წავიდა ლომები და ადგილი ექნება მომავალში ვირთხების ეპოქას. ნახეთ ბატონებო გენიოსი იყო ის კაცი მე ღირსეული პიროვნებას ღირსეული პატივი უნდა მიაგო ზუსტად ამოიცნო თუ ვის ხელში შეიძლებოდა ჩავარდნილიყო ის დღევანდელი ევროპა ვის ხელშიც არის ნახეთ ვის ხელში არის კაცო კუბილიუსი არის ევროკომისარი უსაფრთხოების საკითხებში ამით მე მგონი ყველაფერი ნათქვამია და ევროკომისიის პრეზიდენტი არის ურსულა ფონ ლაიენი რომელიც არის გაბამბალებულიო ჩვენში რო იტყვენ კორუფციონერი. რატომ თუ ვლაპარაკობ ახლა ამას? იმიტომ ვლაპარაკობ რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კერძოდ ტრამპის გუნდმა მიზნად დაისახა ამერიკის შეერთებული შტატების გადარჩენა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. რატო ვლაპარაკობ და შევეცდები ბატონ დავით ახსნა ახლა ეს. ამერიკის შეერთებული შტატები ჩავარდა ისეთ სიტუაციაში და ისეთ ტკბობაში, როგორც ტკბობაში ჩავარდნილი იყო ბრეჟნევის და შემდგომი დროინდელი საბჭოთა კავშირი. ნახეთ როგორი სიტუაცია იყო. გატაცება იყო განსაკუთრებით ხრუშჩოვიდან მოყოლებული შემდეგ, გატაცება იყო ეგრეთ წოდებული მსოფლიო კომუნისტური რევოლუციებით. და ჩვენ გვახსოვს რა სიტუაციები იყო და რა იყო 60-იან წლებში, 70-იან წლებში და ერთმა მათგანმა კინაღამ მსოფლიო მიიყვანა თერმობირთულ ომამდე. ეს იყო კუბის ცნობილი კრიზისი. ეხლა მეორე ამბავი მინდა გითხრათ. ამას მოყვა მთელი რიგი რევოლუციების კასკადები, ვითომ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, შემდეგ აფრიკაში, აზიაში
რომელშიც იხარჯებოდა უზარმაზარი თანხები, რომელმაც საბჭოთა კავშირი მიიყვანა კოლაფსის პირას და კიდევაც დაიღუპა საბჭოთა კავშირი როგორც ასეთი გეოპოლიტიკური ერთეული. აფრიკის ქვეყნები ახსენეთ და ტრამპს ჩამონათვალში ასევე ჰქონდა ბაიდენის მიერ დახარჯულ ამ დიდძალ თანხებში, რომ უგანდაში მამაკაცებისთვის პროგრამაში დაიხარჯა წინდაცვეთაზე მილიარდობით თანხა. ანუ ეს ხო გასაგებია, რომ შესაძლოა მართლა კეთდებოდა ეს საქმე და პრინციპში გასაგებია, რატომ აფრიკა ცხელი ქვეყანა არის და იქ პრინციპში სამედიცინო თვალსაზრისით შეიძლება გამართლებულიც იყოს ეს პროცედურა. მაგრამ ამ ხელა თანხა რო იხარჯება ამაში უფრო მეტი ალბათობა არის იმისა, რომ ეს ფული უბრალოდ თეთრდებოდა. კაცო, პირდაპირ არ თქვა, დღეს 340 წლის კაცი ყოლიათ, მოხუცებული ყოლიათ, რომელსაც დახმარებას აძლევდნენ, ხო? მერე 120 წლის, 150 წლის და ასე შემდეგ. რა ხდებოდა, ხა? მაგრამ აი თქვენ სტალინიც ახსენეთ და ძალაუნებურად გამახსენდა, ნუ კი დღეს არის მისი გარდაცვალებიდან წლისთავი, 5 მარტი იყო. როდესაც იქ თავის აგარაკზე ნახეს უკვე დავარდნილი, ნუ ინსულტი იყო დიაგნოზი. მაგრამ 1944 წელს მისია ეს კრემლის ყრილობათა დარბაზში. ეს ძირითადი სიტყვა, სადაც საკმაოდ ეფექტური სიტყვა იყო და კადრებიც არის, როგორ გადის უკვე სიტყვას რო ასრულებს და ეს დარბაზი რო იქუხებს ეს ტაში. ეს ტრამპი, როდესაც შედიოდა კონგრესის ამ დარბაზში, სწორედ დაახლოებით ასეთივე დახვედრა იყო. ნუ იქ სტალინმა როდესაც დაასრულა, იქ სხვა განცხადებებიც გააკეთა, რასაც ასევე ანალოგიურად ეფექტი მოყვა, იმიტომ რომ პირდაპირ წერს მიუთითა, რომ სიკვდილი ფაშისტ დამპყრობლებსო და ეს პაპკა რო დააგდო. ნუ ამ ძალიან ისეთი ეფექტური და ამაზე კიდევ უფრო დიდად აყვირდა მთელი დარბაზი, პირდაპირ შეძახილები იყო, დიდებადით სტალინსო და ასეთი შეძახილები. ახლა ტრამპთან დაკავშირებით ასე პირდაპირ არ იყო გაუმარჯოს დონალდ ტრამპსო, მაგრამ USA-ო ყვიროდნენ, ანუ შეერთებული შტატები თვითონ ხალხი. ანუ აქ მნიშვნელოვანი ის მომენტია, რომ თავად დარბაზში შეკრებილებს ტრამპის როგორც ლიდერის სწამთ. ეს არის ფაქტორი, ეს რეალურად ადამიანური ფაქტორია. ბატონო დავით, ზუსტად მიაგენით და ზუსტად ლაპარაკობთ, რასაც თქვენ ლაპარაკობთ. ეს შემთხვევითობა არ არის, იმიტომ რომ ეს იყო მოთხოვნა ამერიკელი ხალხის. ამერიკელი ხალხი და საერთოდ ხალხი რომელსაც ასეთი დიდი სახელმწიფო აქვს და რომელმაც ეს შექმნა, მის ქვეცნობიერში გრძნობს რაოდენ დიდი საფრთხეები ემუქრება ამა თუ იმ პერიოდში მის ქვეყანას. ფაქტობრივად ტრამპის მოსვლა განაპირობამ რამ. ეხლა თქვენ ვინმე მაყურებელმა არ წარმოიდგინოს ისე, რომ ეს იყო იავარდებით ფენილი გზა. არც შემთხვევისათვის 4 წლის განმავლობაში ჯერ კიდევ ვნახოთ და გადავავლოთ თვალი, რამდენი სასამართლო პროცესი ჰქონდა მას. რამდენჯერ საფრთხის წინაშე იდგა მისი სიცოცხლე. ესე იგი, ის ძალები, რომელიც ძალებით მას ეწინააღმდეგებოდნენ, ისინი იარაღის დაღვრისა, ფარხმალის დაყრას არ აპირებდნენ და უფრო მეტიც, მათ ძალიან მშვენივრად იციან თუ რა ელით. მე დარწმუნებული ბრძანდებოდეს მაყურებელი, ჩვენთანაც მათი მხარდამჭერები არიან მათი მხარდამჭერები. და საკმაოდ მრავლადაც, რომ მათ თითოეულ მათგანს ნიურნბერგის პროცესი ელის. ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს თუ ხვალ ეს პროცესი დადგება და ჩვენთანაც ეს პროცესი უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს. იმიტომ რომ საგამოძიებო კომისია ჩვენთან ჩამოყალიბებულია. თქვენ ზუსტად მეანიშნეთ ახლა იმ მომენტს პარალელს გავავლებ უბრალოდ. ტრამპმა ასევე თქვა, რომ ის მომხრეა აღადგინოს სიკვდილის დასჯა იმ პირთათვის, ვინც არიან დანაშაულში ეჭვმიტანილები პოლიციელის მკვლელობისთვის. ხო და აქ ახლა ჩვენთან ღალატის შესახებ რო ბრუნდება ეს ჩანაწერი, ვფიქრობ რომ საჭიროა. აუცილებლად საჭირო სახელმწიფოში, აუცილებლად საჭირო არის წესრიგი და ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ უზარმაზარ სახელმწიფოში, რომლის გარშემო მოდი ვთქვათ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ტრიალებდა მთელი მსოფლიო, ბოლოს მივიდნენ იქამდე, რომ მოხდა ზნეობრივი გახსნილება უმაღლესი ხელისუფლების წრეებში. და ჩვენ ვნახეთ როგორი სიტუაცია შემთხვევით არ მithქვამს ახლა სტალინზე როდესაც ვლაპარაკობდი, რაზეა ყურადღება, ძვირფასო მაყურებლებო, მინდა
მივაქციო სტალინს შესთავაზეს ეს ბანალური ჭეშმარიტებაა რომ მას შვილი გამოეხსნა ხო მან ამაზე უარი განაცხადა და აგერ ჩემო ბატონო ჰანტერ ბაიდენი მასაკუთარმა მამამ შეიწყალა რატომ შეიწყალა თუ დანაშაული არ ქონდა მას ჩადენილი აი ასეთი გახსნილებამდე მიდის ყველაფერი და გახსნილება ჩვენ ქართველ კაცს აქვს ასეთი ნათქვამი და საყოველთაოდ გამონათქვამი არის თევზი თავიდან არსო აი აყროლებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების დიდება ამ კაცმა დაიწყო მისი წმენდა და გუშინ ჩვენ დღეს ჩვენ ფაქტობრივად რაც ვნახეთ ეს არის ერთ-ერთი ნათელი გამოვლინება იმისა რომ ეს მოედება დანარჩენ სოფლიოს და მიმდინარეობს ფაქტობრივად ამ პროცესების სხვა ქვეყნებში განვითარება მე მინდა განსაკუთრებით ყურადღება მივაქციო ერთ რაიმეს ეს ყველა ისმინოს ტერმა და მოყარება რომ ეს პროცესები რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო საქართველოში გვინდა თუ არ გვინდა ეს ასია მოგწონს თუ არ მოგწონს ეს ასია საქართველოში ბევრად ადრე დაიწყო ვიდრე ამერიკის შეერთებულ ამის მაგალითების მოყვანა შეიძლება ეხლა ვინმეს თუ ეს აწუხებს კი ბატონო გაცხარებული იქნება და ცივი წყალი დალიოს მაგრამ მარტო ცივი და წყალის დალევა არ კმარა ბატონო დავით ერთი რამ მინდა უთხრა მაყურებელს და მე მგონი დამეთანხმებით ამ საკითხზე ფარას კანონი რომ მიიღეს ახლა სადაა ის ჩვენი ეგრეთ წოდებული დემოკრატები ჭყალებში ვლაპარაკობ სადაა ის პროფესორ მასწავლებლები რომლებიც სად არიან ისინი ეგრეთ წოდებული სტუდენტების ნაწილი რომლებიც თავს სიკლავ ვენებს იჭრიდნენ დემოკრატ თურმე რა ყოფილა თურმე ესენი ყოფილან ფაქტობრივად მოღალატეები ანუ იმ ძალების დამკვეთის შემსრულებლები რომელ ძალებსაც სურდათ საქართველოს აბსოლუტური განადგურება ამიტომ მე როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველი რომელიც ფაქტობრივად იგივე თქვენაც ჩვენი ოჯახები მათ ისინი აყენებდნენ ჩვენ ოჯახებს საფრთხის წინაშე ხო სასიკვდილო საფრთხის წინაშე მათგან ჩვენ გამეტებული ვიყავით მკვლელობისათვის რომ ჩვენი ოჯახები განადგურებულიყო ამიტომ მე ერთ-ერთი რიგითი ქართველი და მე მგონი ბევრი იქნება ჩვენისთანა რომელიც მოითხოვს ამ ადამიანების მიერ შესაბამისი გამოძიების დაწყებას რატომ აკეთებდნენ ესენი იდეით რო არ აკეთებდნენ ეს ნაღდია იმიტომ რომ სად არიან ახლა რომელ ბუჩქებში არიან შემძვრალი ვირთხებივით და როგორც თქვენ ბძანეთ წეღან ისა რა ქვია USAID-ის მიერ გამოყალფილ თანხებს იმ ვირთხების ტრანსგენდერი ვირთხების გამოყვანაში რომ ხარჯავდნენ საკუთარი თავის იხმარენ ახლა ამიტომ ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს სახელმწიფო რატომ უნდა გააკეთოს იმიტომ უპირველეს ყოვლისა უნდა გააკეთოს რომ შემდეგში ვინმე არ გაბედოს X ვაკხანალია რომელიც 2 წლის უკან დღევანდელ დღეებში მიმდინარეობდა საქართველოს თავარ პროსპექტზე რუსთაველზე და ჩვენ გვახსოვთ ძალიან კარგად რა ძალები იყვნენ ახლა ჩართული და გუშინ მეცინებოდა ერთ-ერთ არხზე იყო უბრალოდ წარეთ მეცინებოდა ერთი ტვინიკოსი რა ყავთ მაგათ გედეონა ფოფხაძე იყო გამოსული და რაღაცებს ლაპარაკობდა ისო რა ქვია უკრაინაო მოიგებსო ამ ომს ხო წარმოგიდგენია ახლა უკრაინაო უძლიერესი არმია ყავსო მსოფლიოში და ამ ომს ბოლომდე მოიგებსო რატო ვლაპარაკობ ახლა ამას ეს ისა გედეონა ფოფხაძე მე შემდეგ სერგია კაპანაძე და ერთ-ერთი იმის ნაცის ცოლი ერთად იყვნენ შეკრებილები სერზემიდის სამი მგელიო ჩემო ბატონო ამის მაგვარ პროცედურებს ატარებდნენ და იქ ვიღაცამ გადაიღო და შემდეგ ტელევიზიით უჩვენეს და სოციალურ ქსელებში დაიდო 7 მარტს ლაპარაკობდა გედეონა ლაპარაკობდა წასული ამათი საქმე მწვანე გვაქო იქედან მოცემულიო და 3 დღის განმავლობაში მაქსიმალური 1 კვირა დაჩათო ამათო კეთილი ინებოს სახელმწიფომ და გამოიძიოს გედეონა რატო ლაპარაკობდა ამას საიდან ქონდა ეს ინფორმაციები რა თქმა უნდა და სათანადო თანხების სანაცვლოდ ქონდა ყოველივე ბატონო ედიშერ ახლა როგორ გითხრათ მე ამ კაც არ ვიცნობ ამ გედეონ ფოფხაძეს თუმცა მას პირველი შთაბეჭდილება შემექმნა 2012 წელს არჩევნები დასრულდა თუ არა მე მაშინ მუშაობდი TV9-ზე ვიყავი რეპორტერი ჩავედი ვაკვირდებოდი არჩევნებს ახალ ქალაქში უბრალოდ
გადასაღებად ვიყავი ამ არჩევნების პროცესის. ჩემი გადაღებულია ჩემი ოპერატორი, სწორედ ის კადრები, ეს ყველაზე სკანდალური კადრები, რომელიც მე სტუდია მონიტორის ხელში მოხდა, ეს კომისიის თავმჯდომარე რო გარდაიცვალა იქ და დიდი ამბავი რო იყო ეთნიკურად სომხურ საარჩევნო უბანზე. ხო და უკან ბრუნდებოდით მანქანით. და ბორჯომი გამოვიარეთ და ეს ბიჭი მაშინ ბორჯომიდან იყრიდა და ხალხი ეხლა წმინდა ემოციურად გაუხარდათ მოიგო ოცნების რიგებში იყო და ოცნება მოიგო და გადმოვედი მანქანიდან და იქვე ტრიალებდა როგორც მითხრეს და მეთქი მოდით ჩავწეროთ ეხლა როგორც გამარჯვებული პირი ხო მოიგო არჩევნები რაღაც კომენტარი ხო უნდა გააკეთო შეფასებები და შევამჩნიე რომ გატრიალდა და დაიმალა და ვერ შევიკავე თავი რა სიმართლე გითხრათ პირდაპირ თქვი რომ ეს ჯერ მანდატი არა უღია მეთქი და პარლამენტში რომ მოვა მე რას გააკეთებს მეთქი მე საერთოდ დაიკარგება მეთქი და ეს რომ თქვი ამ ხალხს რეაქცია ქონდა ამაზე რატო ამბობთ ასეო ხო და აი მე ხო კიდე ვადასტურებ რომ მე ამ ადამიანს არ ვიცნობ უბრალოდ პირდაპირ 2012 წელს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აი ეს ეპიზოდი როგორც ახლა მე თქვენ გიყურებთ და გესაუბრებით და ახლობებით აი ამ მანძილზე იყო რომ გატრიალდა რომ დაინახა რომ მიჭირავს მიკროფონი TV ხრით ხვდებით ხო რა თქმა უნდა და გატრიალდა დაიმალა ანუ გავიდა უკან არ სურდა ეთყობა კომენტარის მიცემა მაგრამ შეკაიკაცო თუ იმარჯვებ პირიქით უნდა გიხაროდეს ხალხი აღტკინებული იყო რა ვიცი ულოცავდნენ ასე შემდეგ მაგრამ არ ვიცი რას დავაბრალო ეს მორიდებულობას თუ უბრალოდ რაღაც შორგათვლას რაც ახლა ხდება პრინციპში არ მგონია მე რომ ეს კაცი ის იყოს რა ქვია კაცად ვარგოდეს იქიდან ჯერ ერთი თქვენაც ბრძანე და შემდეგ იმ სიტუაციებიდან გამომდინარე რაც მან შარშანწინ ჩაიდინა მე ახლა ყურით მოთრეულ თემას რაიმეს არ ვლაპარაკობ ეს არის დოკუმენტური მასალა მე რატო ვლაპარაკობ ახლა გედეონა ფებხაძე და მაგისტანები ვის დარჩენია და სერგია კაპანაძე და ესენი ვინ არიან და რა არიან მაგრამ ესენი რო აგენტურაა ნომრიანი აგენტურა არიან და რომ ესენი არიან იღებენ ამ საქართველოს ღალატში ფულს სამშობლოს ღალატში ფულს ეს უკვე დადგენილია ახლა სამი თვის შვილი მყავს შემობატონო და იმან რომ მოისმინოს ახლა ეს გადაცემა ისიც მიხვდება ამას რომ სინამდვილეში ვინ არიან და რას წარმოადგენენ ეს ბედოვლათები ამიტომ ილია ჭავჭავაძე როდესაც დაწერა კაცი ადამიანი იქ ლუარსაბი ეუბნება რატო რა დაგიშავეო ასეთიო რომ მარტო მე მომადექიო ჩემისთანა ბევრიაო და ილიამ ჩვენივრად ელაპარაკება ხო თავადაც ელაპარაკება მას რომ იმიტომ მოვედი შენთან რომ შენ გავს ხვები და ხვებს გავხარ შენო ასევე არის ეს გედეონა ფოფხაძე არის კოლექტიური ღალატის ნიმუში რომელიც ისე დაება ენა რომ ვეღარ ლაპარაკობს და რას ლაპარაკობს თავადაც ვერ უყრის თავს ეს მაყურებელმა უნდა გაითვალისწინოს რომ ასეთები არც ერთ შემთხვევისათვის არ შეიძლება იყოს ოპოზიცია თავად ოპოზიცია არც ერთ შემთხვევისათვის არ უნდა იყოს ოპოზიციაში ვინაიდან ოპოზიციაში უნდა იყოს ის ადამიანები ბატონო და ვინაც ქვეყანაზე ფიქრობენ ვინაც ქვეყანას არ ყიდიან ვინაც ქვეყანა ხებზე არ კიდია და ვინაც ჩემო ძვირფასო მეგობრებო არ ფიქრობენ იმისად რომ ამ ქვეყნისაგან რაიმე გამოადნონ და ჯიბეში ჩაიდონ ასეთები არიან კიდევ ლაპარაკობ არ გადავკიდები ვარ მაგ გედეონა კიდევ ერთხელ მეორე ვის რა დაჩენია და ვისი ტიკიტომარა მაგრამ საერთოდ ლაპარაკობ იქედან გამომდინარე დღეს ჩვენმა პრემიერმა რაც თქვა ხო პრემიერმა ბატონმა კობახიძე ტაშკენტში გააკეთა განცხადება. როდესაც გააკეთა განცხადება, იმიტომ რომ ესენი არიან პოლიტიკური გვამები. პოლიტიკური გვამი კიდე რაღაცა წან გახრწნილი, აყროლებული პოლიტიკური გვამები არიან. ვინაიდან ახლა მე დარწმუნებული ვარ, ისეთი ქალბატონი უდგას იმ საგამოძიებო კომისიას სათავეში, როგორიც არის თია წულუკიანი, ის ბევრ რაიმეს გამოაშკარავებს და ისედაც აყროლებულები სრულთლიანად აი კარგად იციან გურიაში და იმერეთში ამძორებულები არიან და რომლებიცაც მგლებიც არ და როგორც ყორღანაშვილებს ვიციან მათი ცოდვები კი და ალბათ გამოტვირთდება ეს ყველა ეს რა თქმა უნდა
ჩვენ ერთ მეტად მნიშვნელოვან რაიმეს ვხედავთ, რომ შევხედეთ რაც გააკეთებინა deep state-მა, ეგრეთ წოდებულმა deep state-მა ზელენსკის ოვალურ კაბინეტში. ხო ხედავთ ახლა ეს მისი ინიციატივა არ იყო ეს შეგულიანებული იყო ახლა ჩემი მტერი ვერ ისა ზელენსკის ერთი ფეხი რო დაუბაგუნოს და იმან რა ქვია ტრამპმა და უკვე დაუბაკუნა და შედეგი ჩანს დაიწყო ჩასვლილია ჩემო ბატონო და საპონი ჭირდება თავზე და მართლაც გასაპნული ჩავა თუ ჩავა ახლა გასაპნული ჩავა და მინდა გითხრათ რომ მარტო არ აპირებს ტრამპთან ჩასვლას უკვე როგორც ითხოვა შუამავლობით, ანუ მაკრონი ცდილობდა, ანუ მაკრონიც ახლა ლიბერალია და იცოდა რა რომ ტრამპის გუნდს დიდათ ეს ზელენსკი არ მოწონს, ის იყო შუამავალი, ასე ვთქვათ რომ ოვალურ კაბინეტამდე ზელენსკის მიეღწია. მაგრამ ის რა პენალტიც დაურტყეს პრინციპში ჯეი დი ვენსმა და დონალდ ტრამპმა ზელენსკის თავად უკრაინელებიც და ერთ-ერთი არის მედია ექსპერტი არის შარი არის გვარად ესეთი ადამიანი ანატოლი შარი რომელიც ნიდერლანდებში ცხოვრობს თავის სოციალურ გვერდზე საკმაოდ საინტერესო ესეთი ჩანაწერი გამოაქვეყნა მისი ნააზრევია ანუ პირდაპირ ასე იწყებს რომ ზელენსკი უკვე არ არსებობს ეხლა თარგმნი პარალელურად ტრამპისტებმა ზელენსკი არ მინდა ეს გამოვიყენო პირდაპირ თარგმნით ძალიან ცუდა ჟღერს მაგრამ გადაღუნესო და არა მარტო ზელენსკი, არამედ ერმაკიც 4 დღის განმავლობაში და აიძულეს სრულიად შეეცვალათ მისი პოზიცია და რიტორიკა. ეს 2x2-4-ია ეს ადამიანი სწორს წერს აქ რასაც იძახის. ახლა მთელს მსოფლიოს აინტერესებს ზელენსკის მიზანი. რომ დარჩეს პრეზიდენტად მარაჯამს უკრაინაში და ამის გამო არის ის ყველაფერზე თანახმა, ანუ ისეთი შიში აქვს. ხო და ნუ სასაცილოა უბრალოდ ეს წერილი რაც გაუგზავნა ტრამპს სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რასაც ლაპარაკობდა ოვალურ კაბინეტშიო. ყველს წერს ეს ადამიანი ყველაფერს სიმართლეს წერს და ახლა ის გახკივისო ან ზელენსკიო რომ მე ყველაფრისთვის თანახმა ვარ ოღონდ დამტოვეთ მე პრეზიდენტად პრინციპში შინაარსი აი ზუსტად ესაა რატომ უნდა პრეზიდენტად დატოვა ბაბა იმიტომ უნდა რომ მას ერლის საშინელი სამჟავრო ეს ძალიან მშვენივრად აუცილებლად ეს ძალიან მშვენივრად იცის რომ მან გაყიდა ქვეყანა რომ მან გროშებაძე ფაქტობრივად გროშებზე კი არა მილიარდები აქვს ჯიბეში ჩადებული და მის ოჯახს მის ხროვას მაგრამ იგულისხმება ქვეყანასთან შედარებით ეს ქვეყნის გაყიდვა არის გროშებად ამიტომ ზელენსკი მაინც ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაურჩება იმ საშინელ სამჟავროს რომელიც სამჟავროს წინაშე მას დააყენებს ისტორია ერთი რამ მინდა გითხრათ იცი უკრაინელი ხალხის მიმართ მე მეტი დიდი წარმოდგენა მქონდა თავგადასავით დროს მაგრამ უკრაინელი ხალხი არ ყოფილა ის ვისაც შეეძლო მაგალითად რომ არ მოიყვანა და თავზე არ დაესვა ისეთი ძალა როგორიც იყო ზელენსკის სახით მე მინდა გითხრათ ერთ-ერთმა ცნობილმა არ მახსოვს ახლა გამონათქვამი არის როდესაც კლოუნს მოიყვან ცირკი იმას ხელისუფლებაში ცირკად რო გადაგექცევა ქვეყანა როგორც 2x2-4-ია ეს უნდა იყოს ბატონო ედიშერ ომი სანამ დაიწყებოდა მე მოდით პირდაპირ ვიტყვი ახლა ხალხზე როგორც ასეთი ცუც არ ამბობენ და არც მე არ მაქვს სურვილი კონკრეტულად ხალხზე რაიმე აუგი ვთქვა ანუ ხალხი ადამიანია მაგრამ უკრაინელებს რაც შეეხება აი ის ისტერია რაც მანამდე იყო და მათი მსოფლმხედველობა ზოგადად ვინ და ასე თუ ისე კარგად ვიცი ამ შეხება მქონია ამ ადამიანებთან ხლა ნუ რუსეთში ვსწავლობდი იქ საკმაოდ დიდი რაოდენობის უკრაინელია ასევე თავმოყრილი ანუ მაგალითად რუსებისგან განსხვავებით უკრაინელები უფრო მშრომელი ხალხი არიან მაგრამ საბანს თავისკენ ეკაჩებიან ყოველთვის რუსი არ არის ასე თუ კარგ ხასიათზეა ის ამ საბანს არ ეკაჩება და მეტად ლმობიერია უბრალოდ არ უნდა გაბრაზდეს რუსი აი ეს სხვაობაა როგორც სლავებში რა როგორ ახლა უფრო ხატოვნად როგორ ავხსნა მაგრამ ის პერიოდი რაც აი ომის დაწყებას წინ უსწრებდა ანუ აშკარად ვლინდებოდა მათი ეს სახასიათო ესეთი გნებავთ განცხადებები
აი როგორ ავღწერო ეხლა მინდა რომ ტელემაყურებლისთვისაც უფრო ახლოს იყოს მისაღები ეხლა ჩვენთან მაგალითად სამხრეთ საქართველოში შეიძლება ჩაითვალოს ავტოხტონებად ანუ იმ ტერიტორიებზე ის სოფლები და მართალია მოსული ხალხია მეფის რუსეთის დროს გასახლებული ვინაიდან არ იყვნენ მართლმადიდებლები არ იყვნენ ან დუხობორები ანუ სექტა იყო და მეფის რუსეთის დროს მოხდა მათი ჩამოსახლება აი ამ ციუ და ალპურ ზონაში სადაც ძალიან სუსხიანი ზამთარია მაგრამ მათ აქვს თავიანთი მიდგომები მაგალითად თუ აი ბოძები ხო დგას გორელოვკაში ანუ ეფრემოვკაში და რამდენიმე სოფელია რომლებიც მათ დააარსეს და მათ სწამთ ესეთი აი ზღაპრებივით მიაჩნიათ რომ იქ თუ წეროები ბუდობენ აი ეს ბავშვები წეროებს მოყავთ გახვეული კომბოსტოში როგორც ახლა მულტიპლიკაციურ ფილმებში როა აი უკრაინელებს აქვს დაახლოებით ასეთი მიდგომები აქვთ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით მე არაერთ ეთერში მithქვამს ახლა არ მინდა რომ ის გამომივიდეს რაღაც ქილიკი ან სარკაზმი კონკრეტულად ნაციის მისამართით კიდე ვადასტურებ და ვიმეორებ ხალხების მიმართ მე არანაირი ნეგატივი არ მომოძრავებს მაგრამ აი ესეთი იშვიათი მიდგომები მათ აქვთ ხო მიაჩნიათ რომ უკრაინელების ამოთხრილია შავი ან აზოვის ზღვა ნიჩბით ჩვეულებრივი აი ბარებს რო ეძახიან ჩვენთან და ნიჩბები რა ხო და ღრმად წამთ ესთან. აი მეცნიერი ხალხი ვინც არის თან, აი ხო არის კიევში მეცნიერებათა აკადემია, ან შეიძლება ლექტორი იყოს, პროფესორი იყოს, მათ აი ესეთი იგავების წამთ. ხო და სულ იყვნენ დაპირისპირებულები, ახლა რუსები მაგალითად ამას ვერ იგებენ და ქილიკობდნენ მათზე. ანუ მიაჩნიათ რომ ეს ხალხი რაღაც იგონებს რაღაც კარიკატურულ იგავებს. ხო და აი ეს მომენტები არის და ანუ შესაძლოა ამანაც ემოციურ დონეზე ამანაც იმუშავა ეხლა მიაჩნიათ რომ უკრები უძველესი უკრები არის უძველესი ხალხი დედამიწაზე ანუ მათზე ძველი ნეანდერტალელები არ იყვნენ ან ავსტრალოპითეკები ან რაღაც სხვა თქვათ მეზოზოური ერის დინოზავრები აი უძველესი უკრები იყვნენ ყველაზე ძველები ხო აი შუმერებზე და ვთქვათ ჰეთებზე და ასე შემდეგ. ანუ აი ასე მსჯელობს, ასე ფიქრობს ეს ხალხი. ამიტომ მივიდნენ იმ დონემდე, რომელზეც მივიდნენ და ეხლა ერთ საკითხში ჩემო ძვირფასო მეგობარო, რა თქმა უნდა, გეთანხმები, რომ მთელ ხალხზე არ შეიძლება ასეთი რაიმეს გავრცობა, მაგრამ მეორე რაღაცაში ვერ დაგეთანხმები, თავს ნებას მივცემ ვერ დაგეთანხმები, რომ ნუ თუ ბატონო დათო, ამდენი ხნის განმავლობაში ერთი უკრაინელი ან რეჟისორი ან მსახიობი ან თეატრონი ან ვიძგნებავთ კაცო დავანებოთ ამ ხელა უბრალო კაცი არ გამოჩნდა ისეთი რომელსაც ეთქვა რას წეჭით ამ საქართველოს გნახეთ ერთი კაცი კაცო რომელსაც ეთქვა რომ ამ ხალხმა ამდენი დახმარება გაგვიწია ამდენი ფაქტობრივად მათ საკუთარ ქვეყანაში 300,000 ლტოლვილი ყავთ მათ ხელფად პენსიებს ვერ აძლევენ და ჩვენ მოგცა პენსიები. ჩვენ შეგვიფარა. ჩვენ გაგვიხსნა სკოლები. ეს რატო ვერ თქვი ერთ-ერთმა? პირიქით გამოდიოდნენ ამ შარლატანებთან რუსთაველზე არ იტყოდნენ ბატონო ედიშერ აი სწორედ ამიტომ თქვი რომ საბანს თავისკენ ეკაჩებიან აი იმიტომ ჩავარდნენ იმ დღეში რომ მათ თავზე დააჯდა ზელენსკი და მათი ხროვა მით უმეტეს მინდა გითხრათ ხაზგასმით აღნიშნოთ უკრაინელი უკვე ალბათ 1%-ით არაა ხელისუფლებაში იქა აი ხო ქრისტიანი ხალხია ეხლა ნუ დიდი მარხვა არის და ნუ გალაგერ კრიტელს კითხულობენ ტაძრებში უმადურობა არის ძალიან ცოდვა უზარმაზარი ცოდვა და აი ეს უმადურობა იყო თუნდაც გახსოვთ იქიდან დაიწყეს განცხადებების კეთება ააფორიაქეს ჩვენთან რეგიონში იმერეთის გუბერნიამ დაიწყო ფულის შეგროვება გენერატორები უყიდეს ახლა მეორედ მიწევს ამის ეთერში თქმა ხო და სოციალურ ქსელში დავწერე რომ მეთქი ნუშვებით ამას არ დაგიფასდებათ შეაგროვეს დიზელ გენერატორებზე იქ ერთი პარტია გადაყიდეს იმიტომ მოხსნეს ის რეზნიკოვი მეკრთამეობაში და მამაძაღლობაში იყო ეჭმიტანილი მოიყვანეს მერე ის უმეროვი გახარჯვები იყო მთელი ხო ჩავიდნენ კომისია ამერიკული კომისია ჩავიდა რომ შეემოწმებინათ სად მიდის ეს ჩვენი მიცემული ფული ან ფლანგავდნენ ან იჯიბავდნენ ამას და ამ გენერატორების კონკრეტულ მისამართზე გადამისამართებაშიც კი ქრთამს იღებდნენ ადგილობრივი რაიონის ხელმძღვანელები უსტაბაშები ვინც იყვნენ ახლა აი ჩვენთან გამგეობები როა დაახლოებით ისე ხო არის კიევში რომ ჩადიეს ეს ქართული ქუთაისიდან გაგზავნილი გენერატორები წარმოგიდგენიათ
დაეწია ერთ-ერთი ინფორმაცია, რომ რომელიღაც პორტში იქ ილიჩევსკის თუ არ ვიცი როგორ ჩავიდნენ, ყოველ შემთხვევაში ჩაიტანეს და უკვე რუსულმა ავიაციამ იქვე ჩაბომბა ეს ნახევარი ეს გენერატორები იქ განადგურდა ჩასვლამდე. ანუ ჩვენი ჯიბიდან გადასახადები ხო ამოიღო ხელისუფლებამ. პატივისცა უკრაინელებს, რომ რადგან იქ აღარ იყო ელექტრომომარაგება, რომ ეს გენერატორები ჩასულიყო. და ნახევარი ეს გენერატორები რაც გადარჩა, გაყიდეს. ეჭვიც არ მეპარება, ჩემო ბატონო, ეს ასე იქნებოდა, ეს ასე არის და შემთხვევით არ არის, რომ ეს გენერატორები კი არა, ვაგონებით დაიკარგა იარაღები. მათი ელჩი, რომელიც აქ მჭერმეტყველებდა და ჭკუას გვარიგებდა, ზელენსკი მერე გაიწვია, იცით რის გამო? რომ ომის დროს მაციურის გამოცვლაზე განაცხადი გაუკეთებია. რომ ეთყობა არ მოწონდა იქ ძველი რაც ეყენა მაციუარი, რომ ახალი იქ როზენლეფი გამოეწერა ალბათ. ნუ აი სასწაული თუ გაინტერესებთ და სწორედ ეს იყო მე გამჟღავნდა, რომ ომში მყოფი ქვეყნის ელჩი არ უნდა ფიქრობდეს იმას, რომ მაციუარს ვადა გაუვიდა, რაღაცა არ მოეწონა, იქ ახრიგინდა ალბათ ის მაციუარი თუ რაღაცა დაემართა, რომ ახალი მაციუარი გამოეწერა. ამის გამო გაიწვიეს. ხტებით, ანუ აი ეს მერკანტილიზმის ყველაზე მაღალი დოზა რა. ამიტომ ჩავარდ კიდევ ერთხელ მეორებ მაყურებლისათვის ჩავარდნენ იმ საშინელ დღეში, რომელ საშინელ დღეშიც არიან. ამიტომ ყველამ უნდა გაითვალისწინოთ ერთი რა. არ შეიძლება ხელისუფლებაში იმ ძალის მოყვანა, რომელიც იქ არის უცხო ქვეყნის მარიონეტი. მან უპირველეს ყოვლისა უნდა იფიქროს ერთადერთ რაიმეზე, რომ ქვეყანა და ხალხი გაარჩინოს იმ საშინელი საფრთხისაგან, რომელიც საშინელ საფრთხესაც ყველა უცხოელი ძალა უპირებს მას. ეხლა ჩვენ რო დაგვეჯერებინა ჩემო ძვირფა, ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ გირჩი ზურაბა, ხატია დეკანოიძე, შემდეგ ხიდაშელი და ასეთი ნაყარ-ნუყარი ხალხი რო ყოფილიყო ხელისუფლებაში, რა დღეში იქნებოდა ქვეყანა. ამიტომ ჩვენ ჩემო ძვირფასო ბატონო დავით ძალიან გამოგვადგა ერთი რა მეტად მნიშვნელოვანი რა 90-იანი წლების გამოცდილება. 90-იანი წლების გამოცდილება მიიყვანა ხალხი იმ დონემდე, რომ ჩვენი ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ უკუაგდო ეგრეთ წოდებული ლიდერები და ლიდერებიდან ჩვენმა ხალხმა აირჩია ნამდვილი რეალურად ის ხალხი, რომლებმაც შეინარჩუნეს და მოუტანეს ქვეყანას მშვიდობა. ნახეთ როგორი სიტუაცია იყო, კაცო. სლუგა ნაროდა, ხო? ფილმი რომ იყო. იქ იყო მთავარ როლს თამაშობდა ზელენსკი და მასწავლებლის როლს თამაშობდა ისტორიის მასწავლებლის თუ რაღაც. ის იმდენად გამოატვინეს ადამიანები, რომ ის მოიყვანეს ხელისუფლების სათავეში. ვითომ ადამიანებს ჰქონდათ რა წარმოდგენა, ზუსტად ისეთი ადამიანი უნდოდა და სამართლიანი, როგორიც როლსაც თამაშობს იქ ზელენსკი, მაგრამ როდესაც მოიყვანეს ის, გადაც გააკეთებინეს და რასაც აკეთებინებენ ახლა, ძალიან მშვენივრად ჩვენ ხედავთ ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი. ეხლა როდესაც გველაპარაკებოდნენ ჩვენი ლიდერები, ეგრეთ წოდებული ლიდერები, ოპოლიდერები, რომ ჩვენ ევროპის ქვეყნები ასე დაგვიდგება გვერდში ისე იქნება. მითხარით ახლა უკრაინის საკითხებზე რომელიმე ლიდერი თუ იღებს პასუხისმგებლობას. რომელიმე ლიდერი თუ ლაპარაკობს, ევროკავშირის ლიდერი, რომ ჩვენი ბრალი არის ის, რაც დღევანდელ დღეს უკრაინას ჭირს. არც არასდროს იტყვის. რატომ? იმიტომ რომ ახლა ყველაფერი ხელის შეხოცვა იქნება ზელენსკიზე და ზელენსკის აკიდებენ ყველა ცოდვას. შოლცმა უკვე აღიარა ტრამპის ეს ნაბიჯები, რაც ტრამპმა გადადგა, მისი ძალა. ბატონო დათო, საქმე რაში არის, იცით? მე წეღანს შემთხვევით არ მიხსენებია 72 წელი იმ კაცის. ეს ყველაფერი მოდის ევროპის ის უბედურება, რომელიც უბედურებაში დღევანდელ დღეს ევროპა არის და რომ იმ ენტონი დენმა როდესაც თქვა, რომ ევროპა ვირთხების ხელშია ჩავარდნილიო, მას შემდეგ რაც ამერიკელებმა და საკმაოდ გორიურად შეთავაზეთ მათ ეგრეთ წოდებული მარშალის გეგმა. რომელ მარშალის გეგმას ეხლა ჩვენი ერთი რო ყავს ის რა ქვია, მევახშე ლიდერი წყალებში ვლაპარაკობთ საღაზარაძე აგუშინ წინ იკლავდა მისთვის თავს. რა იყო ახლა ამ მარშალის გეგმის მიხედვით? მარშალის გეგმის მიხედვით მოყოლებული 45 წლიდან უკვე დღევანდელ დღემდე კაბალაში არის ჩავარდნილი მთელი ევროპა და ამის შედეგი არის ის, რომ ევროპას არც საკუთარი ჯარი ყავს, არც საკუთარი ეკონომიკა აქვს და არც საკუთარი პოლიტიკური
მოქმედებების თავისუფლება აქვს. ამის დამადასტურება ახლა ამას თუ ადამიანი ვერ ხედავს, ის ან ბრმა არის, ან ძალით იბრმავებს თავს. ამიტომ ტრამპის ადმინისტრაციამ ეს მშვენივრად გათვალა, მშვენივრად ჰქონდა მას ამის შესახებ ყოველივე წარმოდგენა და მე დიდი ეკონომისტი არაფერი არ გახლავართ, მაგრამ მინდა ზოგიერთი რაღაცა ერთი ფაქტი მოვიყვანო. სადაც კი დასავლეთის ქვეყნებში, სადაც კი არსებობს ქარხნები, ეს ამერიკული ქარხნებია და ამერიკელების მეშვეობით არის საგებული, ყველგან საკონტროლო პაკეტი არის ამერიკელების ხელში, ანუ 51% არის მაგათ მათ ხელში. ამიტომ როგორადაც უნდათ რასაც უნდათ იმას გააკეთებენ. მას შოლცს მიყვება მერე დანარჩენები და როგორადაც იქნება მაკრონი ჯერი მოდის. მაკრონი ჯერიც მოუნდა, ის ესპანეთის პრემიერმა რო დაიწყო რაღაცა ბაქაბუკი, ჩემო ბატონო, ისეთივე თავზე საპონწასმული გადავა ატლანტის ოკეანეს და იახლება ვაშინგტონში ოვალურ კაბინეტში ტრამპს, როგორც მე და თქვენ ვლაპარაკობთ ახლა ის არა ქვია ამ მაგიდასთან ეთერში. ამიტომ რაზეა საუბარი მიმდინარეობს ერთ მეტად მნიშვნელოვან ფაქტორზე, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუბრუნდები ისევ იმ თემას და კერძოდ ტრამპმა გათვალეს ის, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება არ შეიძლებოდა. ვინაიდან ეს გამოიწვევდა თავად ამერიკის შეერთებული შტატების კოლაფს. ამის ნიშნები ჩანდა. მე ხშირად ვლაპარაკობ ამის შესახებ, სადაც კი საშუალება მაქვს, რომ ნახეთ ბაიდენის უსუსური ხელისუფლების დროს რამდენმა შტატმა მოინდომა დამოუკიდებლობა. რამდენმა შტატმა მოინდომა განკერძობა. გვახსოვს, ახლა ახალგაზრდაობა შეიძლება და არ იცის ამის შესახებ, მაგრამ მე და თქვენ ძალიან კარგად ვახსოვთ, რა ხდებოდა გორბაჩოვის პერესტროიკის პერიოდში, ხო? როდესაც დაიწყო განკერძოებისაგან ბრძოლა. აი, სწორედ ეს განკერძოება და ამავე დროს ის ტრამპმა რაც გამოავლინა, ის გახარჯვები ბიუჯეტიდან და ის რაღაც საოცარი რაღაცები მაიმუნებისათვის, მოშენებისათვის რაღაცებისათვის თანხები რო იწებოდა და მე ახლა რაღაც შორს მივდივართ კაცო, ახლა მეც გამკვირვებია ჩემი საკუთარი თავის. აგერ ჩემო ძვირფასო დათო. საქართველოში ფულს რომ იცემ გვარამიას, ფულს რომ იცემ თაბაგარს, ფულს რომ იცემ იმას, რა ქვია, გუბასანიგიძეს და ასეთ ორფეხებს, სუბიექტ ორფეხებს, იქ იმ სახელმწიფოში ძალიან ცუდადაა საქმე. იმიტომ ამათ მიცემას ამ ფულისათვის, მიეცი გადაყარი აგერ მტკვარში ჩაიტანს მინგეჩაურში და მინგეჩაურის წყალსაცავში და თევზები მაინც შეჭამენ ამ ფულს. ამათზე ფულის მიცემა და სტავკის გაკეთება, ჭყალებში ვლაპარაკობ სტავკა, ეგრეთ წოდებული სტავკის გაკეთება სალომე ზურავიშვილის ისა ოპოზიციის ლიდერად წარმოჩენაზე. ეს უკვე სასაცილოა ნამდვილად. ეს უკვე რას ნიშნავდა? ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ აი ჰამლეტში აქვს ნათქვამი, ხო? შექსპირს დანიის სამეფოში მე მგონი ძალიან ყველაფერი მაგრად დალპაო. აი ზუსტად ანალოგიური სულზე მოუსწრო ტრამპმა ეს ასე რომ არ ყოფილიყო, თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდებოდა ძალიან მძაფრი დაპირისპირება და მე აუცილებელი არის იმ ზომების გატარება, რომელ ზომებსაც ატარებს ტრამპის ხელისუფლება. ახლა ჩვენთან ზოგიერთ წარმოუდგენია ეს გამოვლენ, ასე მოხდება ისე. ეს ტრამპის ხელისუფლება და ტრამპის ჩანს, რომ ტრამპის გუნდი, როდესაც მოდიოდა ხელისუფლებაში, თქვენ წეღან ბრძანეთ 100 კანონიზე მოაწერაო, მაგრამ ხელიო, ეს უკვე განსაზღვრული ჰქონდათ. იმიტომ მათ ძალიან მშვენივრად იცოდნენ, თუ რა შეიძლება მომხდარიყო მათი ასეთი შეტევაზე გადასვლის შემდეგ. გუშინდელი ამბავი ავიღოთ, რა გააკეთეს დემოკრატებმა იქა ტრამპის სიტყვის ცვლილობის დროს და როგორ დაუპირისპირდა მას ტრამპის მომხრეები. ეხლა ესეც რო გათვლილიყო, ამაში ეჭვიებარება ვინმეს. და ბევრი რაღაცები იქა აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი გათვლილი არის და მე მინდა ხება და დიდება, არავითარ შემთხვევაში ამის გარეშე არ შეიძლება ითქვას, რომ მეგობრებო, ვინ ჯერ ჭკუაზე ვერ მოსულხართ კიდე. საქართველოზე მაქვს ლაბარაკი. ვინც კიდევ რაღაცა პეპლებზე ხართ გამოდევნებული, რომლებიც ისა რა ქვია, ეხლა გაზაფხული მოვა და დაიწყებენ ფრენას და მე რამოდენიმე ზოგიერთი 2 წუთს ძლებს და ზოგიერთი წუთნახევარს და იღუპებიან. აი ამ დღეში რომ ბრძანდები, მე მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ, მინდა გითხრათ, ხშირად მithქვამთ. გადაახვიეთ
თქვენ twin გამხმარნო 21 ოქტომბერს იმის ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო გამოსვლა და მე 20 იანვარს ნახეთ როგორი საინაugurაციო სიტყვა თქვა ტრამპმა ბევრ რაღაცას დაინახავს და მეტი რა გითხრათ როგორ გითხრათ თუმცა დავამთავრებ ერთ რაიმეთი რომ თურმე ბატონო დათო ყრუს დაბრმას მოუკვდა ცოლი და არის ჭობა როგორ გავაგებინოთ და გამოჩნდა ვიღაცა ჭკვიანი და იმან თქვა გაგებნებით გავაგებინებთ იმ შემთხვევისათვის საღამოს გვერდში რომ არ დაუწევ არ ყავთ ბატონო ბაიდენი არ ყავთ ბატონო ხარისი და წადით ბიძია და დაჯექით სახლში იქ რო დაბოდიალობ ჭაჭანაჭა მინდაურებივით ამას ჯობია მივხედოთ ერთად ამ ქვეყანას და რაღაცა რო იგინები და რაღაცა ოლეს და ასეთ რაღაცებს რო იცახით მოგხვდებათ მაგისათვის ქართველი კაცი ამას არავითარ შემთხვევაში არ დათმობს მისი ოჯახის გინებას დის ძმის ცოლის დედის მამის და ბოლოს გარდაცვლილებს გვიგინებთ აი ეს ასე არ მოხდება მის მიშა მესხები გამოჩნდება ძალიან ბევრი და მაგ ცხვირს და ჩიჩვირს იმერეთში იყვიან და გურიაში ასე ჩიჩვირს გაგიერთიანებენ ამიტომ ამას ჯობია დაანებეთ იმას რა ქვია ჟორჟოლიანებს და ვიღაც მამაძაღლებს თავი და შეუდექით ნორმალურ ცხოვრებას ის არ ნათქვამი აქვს ძველ ბერძნებს ასეთი გამონათქვამი აქვს ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაბრუნდება მისა სააკაშვილის დრო ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაბრუნდება ბაიდენის დრო ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაბრუნდება ჰარისი და ისტორიის სანაგვეში ირეცხებიან შოლცები მაკრონები და მათი მაგვარი ორფეხები ამიტომ საჭირო არის ამ სისულელების ტვინებიდან გამორეცხვა და ეროვნულ ნიადაგზე დადგომა მე ასე მესმის კი ბატონო და რადგან საუბრობდით ამ ტრამპის გამოსვლაზე ბატონო ედიშერ იქ იყო ასევე პუნქტები რომლებიც მან გააჟღერა როდესაც უკვე შევიდა უფლებამოსილებაში და საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამით აქ იყო საუბარი პანამის არხის დაბრუნებაზე და გრენლანდიაზე. ახლა ესეთ რიტორიკა ოდნავ შერბილებული ქონდა, თუმცა იქ ასე თუ ისე მაინც დავიბრუნებო თქვა. აი ამ ასე თუ ისეში იგულისხმებოდა ის, რომ თუ მშვიდობით არა შეიძლება ძალით დავიბრუნო. ასე შეიძლება ამის ინტერპრეტაციაც ეს ერთი. პანამის არხსაც შეეხება უფრო დააკონკრეტა, რომ ჩვენ ანუ თავის დროზე ამერიკელებმა ააშენეს ეს, საკმაოდ ბევრი ადამიანი იქ მალარიის დროსაც მალარიითაც დაიღუპაო, მსხვერპლიც იყო და ნუ ჩვენ ეს პანამას გადავეცით და არა ჩინეთსო. ამით ის იგულისხმება რომ ჩინეთი სარგებლობდა ამ პანამის არხით, ნუ ტვირთები ვიცით რომ ეს ეკონომიკური ბრძოლები წინა პლანზე გამოდის. აგერ მთელი რიგი ქვეყნები უკვე დაუწეს და ტრამპის მიერ 25%-იანი საბაჟო გადასახადი. მათ შორის კანადას და ტრიუდოს საერთოდ გუბერნატორო შენ გაჩერდიო. და გუბერნატორად მოიხსენია, ანუ არც მიიჩნევს ქვეყნის ლიდერად. და გამოხმაურება იყო პანამის პრეზიდენტის მხრიდან, რომ ტყუილიაო ესო არ უსმინოთ, ჩვენ არაფერს არ ვთმობთო, პანამის არხი ჩვენია და ჩვენ გავაკონტროლებთ ამ არხსო. ესე იგი, მაინც რჩება ჯერ კიდევ ისეთი მომენტები, რომლებიც საბოლოოდ ჯერ არ არის გადაჭრილი. თუმცა ნუ იმედი აქვს და ბევრს, ასევე მის გუნდში, რომ მალევე დაიწყებს ამერიკა თავის დიდების დაბრუნებას, რასაც თავად ქადაგებს რა. მე ჭვიც არ მეპარება, რომ ტრამპის გუნდი იმიტომ არის ხელისუფლებაში მოსული, რომ სრულდება მსოფლიოს ხელახალი გადანაწილების პროცესი. ამიტომ ტრამპის გუნდი ხედავს ამას და ტრამპი თავად ხედავს, რომ ეს არის ისტორიული აუცილებლობა, როდესაც მან ხელისუფლებაში მოსვლისთანავე არაურაზროვნად განაცხადა, გრენლანდია ჩვენი უნდა იყოს. და გუშინ ცოტა ინტერპრეტირებულად თქვა ასეთ რა გრენლანდიელი ხალხი თუ ისურვებს ეხლა. ხო, მაგრამ ცოტანი არიანო ძალიან და ჩვენ ისე უნდა ვქნათ, რომ იქ უფრო მეტი ხალხი იყოს და ჩვენთვის სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს გრენლანდიის. ეს ფაქტობრივად უვერტიურა იყო, შესავალი იყო. ეხლა დასამალი არ არის, რომ დიდი ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთთან მოლაპარაკებებზე იხილავენ ასეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს და შემდეგ როგორ გითხრათ, დე ფაქტოს წინაშე აყენებენ დანარჩენებს. ბატონებო, თუ ეს არ გჯერათ, ახლა მე
რაც სამიკითხავს იქიდან გეტყვის. ანდრეი გრომიკო ჩვენ გაგვიგონია რომ იყო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი დაახლოებით 33 წლის მანძილზე. და ანდრეი გრომიკოს აქვს ასეთი სიტყვები ნათქვამი თავის წიგნში. პამიაც გამოვიდა მისი ორტომეული და ვის წერს მე რომ ის თქვაო რაცო სოფლიოში კულუარებში ხდება პოლიტიკოსთა კულუარებში ხდება სოფლიო გადატრიალდება. ახლა მე მგონი დაიჯერება ამ კაცს, იმიტომ რომ რაც კი რაიმე გამართულა იმ 23 საუკუნის მანძილზე ყველა პროცესების მონაწილე იყო. ამიტომ ის ისეთი საკითხებია, რომელსაც ჩვენ რიგით მოკვდავებს და რიგითი სახელმწიფოების პატარა სახელმწიფოების წარმომადგენლებს არ გააგებინებენ ისე დააყენებენ ფაქტის წინაშე. ამიტომ აქ ამ შემთხვევისათვის, როდესაც ტრამპი ამ საკითხებზე ლაპარაკობს, უპირველეს ყოვლისა იქ ბევრი საკითხები უვერტიურა შესავალი გაუკეთა იმ საკითხებს, რომელიც მე მიმაჩნია პირველად ჩემს ვერტყვი მაყურებელს იმის შესახებ, რომ ეს ბევრი საკითხები ფაქტობრივად გადაწყვეტილია. ახლა ზოგიერთები ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ საქართველოსო როდის მიაქცევსო ტრამპიო ყურადღებას. გუშინ თქვა კაცო მან, თუ გუშინ წინ იყო, რომ საქართველოს ჩემიო ისო მისო ბუშის პრეზიდენტობის დროსო რუსეთმა საქართველოს ტერიტორიები წაართო. მე ჩამოთვალა ნიკა ობამა, მე ჩამოთვალა ბაიდენი ასე შემდეგ რა. როცა საჭირო არის და როდესაც საჭირო არის რომ მან ყურადღება მიაქციოს ამ რეგიონს, ძალიან მშვენივრად აკეთებს აქცენტირებას იმაზე, რაც საჭირო არის. ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ უპირველეს ყოვლისა აკეთებ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევისათვის მე ვხედავ ამას და რაც არის ფაქტი, მე ფაქტის კონსტატირებას ვაკეთებ და შედეგების მიხედვით ვჯელობ, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან დღევანდელ დღემდე მოქმედებს იუველური სიზუსტით. იმიტომ რომ თანმიმდევრული აბსოლუტურად ყველა და ყველაფერში აკეთებს განცხადებებს იქ, სადაც საჭიროა ამ განცხადებების გაკეთება. ამიტომ ისინი ვინაც ეხლა ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ ყოველდღიურ განცხადებებს აკეთებენ და ვიცით რომელი ქვეყნებია ესენი განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნები და ევროკავშირი. ეხლა რა აქვთ ახლა მათი მიზანი რა არის მთავარი? მათი მიზანი იყო რომ მათ საკუთარი ქვეყნებისათვის აეცილებინათ ისეთი ის დარტყმა, რომელიც ჩემი ხმაწმენით მათ ელით რუსეთისაგან მათ ელით ეს დარტყმა, ისეთი დარტყმა ელით რომ შეიძლება წელშიც ვერ გაიმარჯვოს. ვინაიდან პროვოცირებენ. კი, სპეციალურად აკადემია ხშირად მithქვას ბატონო დავით, ამისთანა მაგარი ბიჭები თუ არიან, ხო? ამისთანები თუ არ. დღესაც გადის აგერ მოსკოვიდან კენისბერგამდე, ანუ კალინინგრადამდე მატარებელი, ხო? რომელსაც სხვადასხვა ტვიტები თუ ბიჭებია დაკეტონ. ვირისი დამკეტავებით არიან. ანდა მეორე ამბავი მიდაგითხრა ჩვენმა პრემიერმა თუ ისა პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა კი მოიუხმანალო. აი ისო რა ქვია ერთი მტევანი ყურძენი არ მოუკრეფიათო. ლიეტუვაშია და ყველაზე მეტი დიდი სავაჭრო პარტნიორია ღვინის ღვინის საკითხებში რუსეთთანაც ეს რაზე მეტყველებს. თუ რეექსპორტს ახდენს, იმიტომ რომ იყენებენ კარგად თავიანთ პორტებს, რომლებიც არის ბალტიკაზე. გააქვთ მე ევროპაში ეს. ამიტომ უნდათ ეხლა მათ, რაცაც ესინი აკეთებენ, იმიტომ რომ ეს საკუთარი დანაშაულობები, რომლებიც მათ ძალიან მრავლად წამოუტივდება და ფრთხილად იყვნენ, თორე ტრამპის ადმინისტრაციამ მაგათ არაფერს არ აპატიებს და მეტიც მინდა გითხრა, თქვენ გონია არის ციც გერმანიის ხელისუფლება მინააფეთქა ის ორი მისხალ იციან, მაგრამ აქ მე ღმართ ჩემი გადასახედიდან თავადაც გარიგებაში, ძალიან დიდ გარიგებაში არიან გერმანიის დღევანდელი ხელისუფლება იმ ძალებთან, რომლებმაც ეს საშინელება მოახდინეს, რომ გერმანიის ფაქტობრივად ეკონომიკა მათ უკან კი არ დაწიეს, არამედ დაასამარეს. და ამიტომ არის შოლცი იმ დღეში, რომელშიც არის და კიდევ მეტი როგორ გითხრათ, ბატონო ედიშერ, მაპატიეთ ახლა გერმანიის ეკონომიკაზე თქვენ ბრძანეთ და სტაგნაცია ისეთი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიას არ ახსოვს და 2018 წლის შემდეგ ძალიან დიდი პრობლემაა და რეცესია მრეწველობის თვალსაზრისით. ძალიან მაღალი პროცენტი. ასეთი არ ახსოვს ისტორიას გერმანიის. ბატონო დათო, გვინდა თუ არა 100 არის უზარმაზარი ქვეყნის
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ხომ არის ვენსი, დევენსი, ხო? ვენსმა პირდაპირ თქვა. და შემდეგ ტრამპმა ეს ფაქტობრივად გააჟღერა, როდესაც მან ყურადღება მიაქცია უმნიშვნელოვანეს საკითხს და თქვა, რუსეთს და ჩინეთს იმდენი ბირთვული იარაღი აქვს, ჩვენ მათზე წინააღმდეგობის გაწევა არ შეგვიძლიაო. ფაქტობრივად ეს ბრძოლაო უნდა გადავიდეს ეკონომიკის სფეროში ეს თქვა და აღიარა ვენსმა კიდე თქვა რომ სოფლიო არ არის ერთპოლარულია სოფლიო არის მრავალპოლარული სოფლიო და ამას უნდა შეეგუოს ყველა და ყველაფერიო ამიტომ დასრულდა ის ამბები როდესაც ქალს ქალი არ უნდა რქმეოდა კაცს კაცი არ უნდა რქმეოდა როდესაც ვაკხანალია იყო ყველგან და ყველაფერში და თქვენი ამერიკელები მიხვდნენ რომ ეს იყო სრული უტოპია ანუ მათ ურჩევნიათ თავად ამერიკის შეერთებული შტატები ჩაიკეტოს კარგი გაგებით, მაგრამ გაძლიერდეს. აბსოლუტურად სწორ დასკვნამდე მივიდა ის ხალხი. ამერიკის შეერთებული შტატები დაარსებული არის პურიტანების მიერ. და ძალიან კარგად ვიცით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ოჯახის კულტია, რა? ოჯახის და ეხლა ბაიდენისთანა და ჰარისისთანა და ისა რა ქვია, ბლინკენისთანა შარლატანებს ისინი ქვეყანას არ დააქცევინებდნენ. ამიტომ მოხდა თანხwebdra ამერიკის შეერთებული შტატების გარკვეულ პოლიტიკურ ელიტასა და დანარჩენი მსოფლიოს პოლიტიკურ ელიტებს შორის დაიდო ის შედეგები, რომელიც ჩვენ დღევანდელ სახეზე გვაქვს. ეხლა თავარია მე სრულდება ალბათ ჩვენი გადაცემა და მინდა თავარია რომ ჩვენ როგორ მოვიქცევით ამ სიტუაციაში და ჩვენ რა როლი გვექნება ახალ მსოფლიოში რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი როლი კი ბატონო გეთანხმებით და თქვენ ახსენეთ ანდრეი გრომიკო რომელიც ამერიკელებმა შეარქვეს მას მეტსახელი ხო მისტერ ნოუს ეძახდნენ ხო და საკმაოდ განათლებული კაცი იყო სხვათა შორის პოცდამის კონფერენციაში მოლოტოვს ახლდა როგორც თანაშემწე ჯერ კიდე მაშინ სტალინის გვერდით იწყებოდა მის კარიერა და მე ძალიან ახლოს ვიცნობ მის შვილს ალექსეის და მოსკოვში გვისაუბრია ის არის ახლა ევროპის ინსტიტუტის დირექტორია რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოზე ვისაუბრეთ. ახლა აქ არ დავაკონკრეტებ ფრაზე და როგორ და რა კუთხით, თუმცა საკმაოდ ნაყოფიერი ბევრი საინტერესო რამ თქვა. ამაზე თუ მომეცემა საშუალება მე სხვა დროს სხვა გადაცემებში ვისაუბრებ, მაგრამ მას აქვს იმედი, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის კიდევ შესაძლებელია კავშირის აღდგენა იმ დადებით კონტექსტში, რასაც ყოველი ქართველი მოელის. სხვანაირად ბატონო დავით, ჩემი გადასახედიდან ყოველად წარმოუდგენელი არ შეიძლება, სხვანაირად არ შეიძლება. ვინაიდან მოცემულობა გვაქვს ასეთი, რომ ის არის ჩვენი ისტორიული მეზობელი. ჩვენ ვართ მისი ისტორიული მეზობელი. ეხლა თქვენთან რომ მოვდიოდი, აუცილებლად ისა თბილი ქურთუკი ჩავიცვი. რატომ? ისეთი ამინდია, რომ მოცემულობა რომ უნდა ჩამეცო. ასეთივე მოცემულობა არის, რომ ჩვენი აგრესიულია, ოკუპანტია თუ მეზობელია, ასეთი მეზობელი გვყავს. ამიტომ მის გარეშე ეს საკითხები ვერცერთ შემთხვევისათვის ვერ გადაწყდება. ამიტომ დიალოგი და ურთიერთობების აღდგენა ეს აუცილებლად საჭირო არის და ნათქვამია, კაცო, ქართველი კაცის ნათქვამია, გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარიო. პოლიტიკა, დიპლომატია და დიპლომატია და განსაკუთრებით და კიდე პოლიტიკა იყო საქართველოს გადამჩენელი და დარწმუნებული ვარ ასე იქნება მომავალში. დიდი მადლობა ბატონო ედიშერ გადაცემაში სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. მე ტელემაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი გახდათ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ გვენეტაძე. ჩვენ უკვე შევხვდებით ხვალ ტრადიციულად 19 საათზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.